სეკულარული მიგრაცია ასე ქვია კვლევას, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა და საკუთარი რეკომენდაციები შეიმუშავა. კახაკოჟორიძის განცხადებით 2010 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით მიგრაციაში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება, მათი დიდი ნაწილი არალეგალური დასაქმების ხერხს მიმართავს. მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგად სამთავრობო სტრუქტურებისთვის რეკომენდაციები მომზადდა, რომელიც ლეგალური გზებით საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმებას, მათი შრომითი და სამართლებრივი გარანტიების შექმნას შეუწყობს ხელს. ეს კვლევა ემსახურება და ისახავს იმ მიზანს, რომ ამ ადამიანების მუშაობა საზღვარგარეთ რაღაც საკანონმდებლო ჩარჩოებში ჩაჯდეს, საქართველოს დადოს 20 ქვეყნის სახელმწიფოებთან ორმხრივი კონტრაქტები, ორმხრივი შეკრულებები, რომლებითაც დარეგულირდება ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთ ყოფი ჩვენი მოქალაქეების შრომითი უფლებები. მსგავსი პოლიტიკის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანია კვლევების შედეგები და რეკომენდაციები, რომელსაც კვლევა იძლევა, იმისათვის რომ მოხდეს ცირკულარული მიგრაციის სქემების ეფექტიანი შემუშავება, რაც მისცემს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმეს საზღვარგარეთ.